რო იმეორებთ სხვის სიტყვებს, ბავშვები რო იმეორებს პირველი 2 წლის ბავშვი დედას და მამას რო უსმენს და ავტომატურად ლაპარაკობს, არც ერთი სიტყვა იმას არ ესმის. არც ერთი. აი რო დაუსვათ კი, აბეს რა არ იცის ბავშვმა. ეს ვართ დიდი ბავშვები. ატყეპილი აქვს ეს ტერმინები, უამრავი ტერმინები ახლა ხო? და თუთიყუშები ვით ლაპარაკობენ. გაიაზრე ესა რა. როგორ ხმარობ შენ იმაში? იქნებ ეს შინაგან ბუნებას არ ეთანადებ ეს ლექსიკონი, ეს სიტყვა. რატო ხმარობ ამ სიტყვას? უპრაკონოთ სიტყვების ხმარება საქართველოს ისეთ დონეზეა, მეტი რო არ შეიძლება. ხო, ჭირდებათ, არ ჭირდებათ, მაინც იტყვიან ისეთ სიტყვას განიგე და საინტერესო თუ გესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა, თავდაპირველი, ეტიმოლოგია ეგ არის, თავდაპირველი. ამას დიდ ყურადღებას აქცევდნენ ძველი ბერძნები. ხო გითხარით 5 მილიონი სიტყვა არის ძველ ბერძნულში, გადავირიე რა. გაგიჟდები, ნო? რა ამხელა სიმდიდრეა. ინგლისურში 1,25,000 სიტყვა არის, ხო, რა ამხელა სიმდიდრეა. და სხვა ენები ჩამორჩებიან მე თან გერმანული, ფრანგული, ესპანურში 600-მდე. ხდებით? ნუ ლათინური და ძირი და ლათინური ბერძნულიდან არის. ჩვენში არის ალია მთლიანად ის რატომეული ბერძელი გითხარით 200-მდე. მაგრამ იქ ნახევარზე მეტი 70,000 სიტყვა, უცხო სიტყვა არის. უცხო სომხური, არაბული, სპარსული, მონღოლური, თურქული. აი აქედან შემოსული და მერე ევროპული ენებიდანაც შემოვიდა ხო, თქვა ლათინური, ძველი ხო ეგ დამაწყო, ლათინურიც არის, ბერძნულიც არის. და სუფთა ქართული არის სიტყვა, ქართული ასე ეტიმოლოგიით, ქართული ეტიმოლოგიით. მაგალითისთვის ქართული რა არის? აი როგორი სიტყვა ხო, როგორ აი მაგალითად სახელი მზე ვინ არის? მზე ვინ არის? ეს არ არის შემოტანილი, ეს ქართული სიტყვა არის. რას ნიშნავს ეტიმოლოგია? მზე და ვინ არის მზე? გადმომაქვს ადამიანზე. დაიბადა ბავშვი და მზე ვინ არის დავარქვი. მზე ვინ არის? აი შენ ნახარ დედ მამიკოს მზე ვინ არის და აი შენ მამიკოს მზე ხარ. ვინ არის მზე? აი ეს პიროვნება რომელიც ხო. აი ეს ეტიმოლოგია ქართული ხო არის სიტყვებში და ძალიან ცოტაა ჩვენი ქართული ენაში სუფთა ქართული წარმომავლობის სიტყვები. ეტიმოლოგია. აი ბერძნულში სულ ძველი ბერძნული სულ მაგათია რა. ამიტომ სხვა ენიდან შემოდის სიტყვები. აი როგორც არის პედაგოგი, როგორც არის ლექტორი, როგორც არის სტუდენტი, როგორც არის დემოკრატია. აი ჩამოთვალო ბევრი. რესპუბლიკა. არც ერთი არ არის ქართული. ქართული წარმოშობა არა აქვს ამ სიტყვებს. შემოვიდა ჩვენს სიტყვა ხმარებაში და ეს ენებში გადმოდი არის. ამიტომ წარმომავლობა უნდა ვიცოდეთ, როცა შევდივართ ეტიმოლოგია მაგალითად პედაგოგი. ქართული არ არის, იხმარება და ძალიან ბერძნული ეს ქართული სიტყვაა. ეს ამის წარმოშობა ამ სიტყვის საიდან არის? აი, პედაგოგი. ორი სიტყვაა ბერძნულში. სიტყვით ბავშვი, პედა, აგოგა, სიარული. ხდებით? და ამის ისტორია სიტყვა როგორ გაჩნდა ყოფითიდან აიღეს, მონა მოსამსახურეს ჩაბარებული ყავდა ბავშვი და ერთი ადგილიდან მეორეზე უნდა მიიყვანა. ხეს ჩაკიდებდა ბავშვს სახლიდან სკოლაში მიიყვანდა. სკოლა ქართული არ არის? სკოლე. ბერძნულია. ეტიმოლოგია მაგის რა არის? მოცალეობა ქართულად. ესე იგი, ეს ისეთი ადგილია, რომ უცებ ვეუნები დაზგაზე მუშაობს ერთი ვეუნები დანებე თავი ამ ადგილზე მოდი. დაუნიშნე. მეორე კრებს რაღაცას. ყველა ის ადამიანები, ვინც დაკავებული იყო ფიზიკური საქმეებით, შევყარე ერთ ადგილზე და აი ამ შეყრილ ადამიანებს ერთ ადგილზე ეწოდება სკოლა. მოცალეობა და მე ვესაუბრებ ახლა. ხედავთ? მართლაც ესე არ არის ბავშვები რო შედიდნენ დაწესებულებაში, ისინი მთლიანად გამონთავისუფლებული არიან ყველა ფიზიკური საქმეებისაგან და იმ შენობაში ისინი მოცლილები რო არიან, ისმენენ თეორიულ სწავლებას. თვითონ სიტყვა თეორია ლათინურია. ესეც არ არის ქართული. ამიტომ ქართულშიც არის სიტყვების სუფთა ეტიმოლოგია ქართული წარმომავლობა აქვს. მაგრამ ცოტაა. შესაბამისად ყველა სიტყვა რომელსაც ჩვენ ხმარობთ, მისი ფუძეები უნდა ვიცოდეთ როგორ ხმარობთ მე როგორ ვიყენებ, იმიტომ მე ხო სამყარო მაქვს. მე ჩემი სამყარო ხო უნდა გადამოცე სიტყვებით. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ყველა სიტყვის მნიშვნელობა. და ჩემეული შინაარსებით სიტყვები რო წარმოდგენ, მოკლედ ჩემი სამყაროს პროექცირება ხონდა, ჩემი ინტელექტუალური
სამყარო, ჩემი სულიერი სამყაროს გაცნობა ხდება აუდიტორიაში ამ სიტყვების მნიშვნელობით. და ამიტომ ყოველთვის ადამიანი რო ლაპარაკობს, უნდა მითხრა, როგორ ხმარობ ამ სიტყვას შენ. შემოტანილია თუ შენ გადაამუშავე, გაიაზრე, გაიტავისე და შენეულია. ჩვენთან ეს კულტურა არ არის, დასავლეთს ხონდა ეს კულტურა და აქვს კიდევაც იგანებია ლექსიკონების, ეს არის ზღვა ლექსიკონები აქვს, დიქციონარები რო ქვია ინგლისურად. ჩვენთან არ არის ეს განმარტება და საბჭოთა კავშირი აკეთებდა ამას, ხოლო საბჭოთა იდეოლოგიის შესატყვისი ლექსიკონები მოაგროვეს. მათაც იმ თეორიის შესატყვისი, რომელიც თეორიაც არის მარქსიზმ-ლენინიზმი, სიტყვები მოიგონეს. აი, ბლაგოდარიუ, გასუდარსტვა, გასპოტსკი დარ. ეს ყველაფერი ხო ბიბლიიდანაა, მართლაც ეს წყობა, რომელსაც ეს არის გასპოტსკი დარ. ნელ-ნელა კომუნისტებმა მე ტერმინები შეუცვალეს და თავიანთი შინაარსები შეიტანეს. შესაბამისად, ეგ ლექსიკონები დღესაც ხომ არის. მაგით ხო აღიზარდა ბევრი ხალხის თაობა და ჯერ ხო ის თაობა კიდეა. იმ თაობა არ დადგა ხა სათავეში, სწორედ ის თაობაა სათავეში, რომ მართავს თვითონ ახალ რუსეთს და ახალ საქართველოს. გამოდის მე რამე ჭუბობენ ეგ უკრაინელები და რუსები. ამ დროს ჭუბის მიზეზი არის არასწორი სამყაროს აღქმა, არასწორი შემეცნება. რო კითხო, ორივე მორწმუნე არის. ასე რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. და თითოეული თქვენთაგანისთვის თუ გინდა რომ ჯერ ერთისთვის არის ეს კარგი, საკუთარ თავთან არ იქნებით გაღიზიანებული. აღწერა შეგიძლიათ კარგად მოვლენებისა, ფენომენებისა და მე გარეთ რაც ხდება და ზუსტი ფორმულირებას აძლევთ. და თქვენეული ინდივიდუალური ლექსიკონი გაქვთ. თუ მაგალითად გავრცელებულ ერთ და იგივე სიტყვას ხმარობთ მე და თქვენ, შინაარსი თუ განსხვავებული არა გვაქვს, მაშინ ერთმანეთს შეიძლება ვეჭუბოთ. იმიტომ რომ თქვენ თქვენი შინაარსით ლაპარაკობთ, რომელიც არ გამაცანი. მე კიდე ჩემი შინაარსით. მაგალითად, მორწმუნე ვართ მე და ვთქვათ რომელიღაცა მართლმადიდებელი, ხო? თუ ჩვენ ერთი ღმერთი გვწამს, რატომ ეჭვებები შენ? იმიტომ რომ მისი რწმენის საფუძველი არ არის ის, რაც ჩემი რწმენის საფუძველია. არა და სიტყვით თვითონ ორივე ქრისტიანი ვართ. ამ მთელი რიგი რაღაცები, მაგრამ ეს ჭუბი რო ავირიდოთ. ამიტომ ჯერ თავიდან უნდა დავიწყოთ რა. აი ერთ და იგივე სახელმწიფოთვის სარგებლობთ. ხოლო არ მორწმუნეობა არაფერს არ აგვეუბნება ჩვენ. საქართველოში ყველა მორწმუნეა და ერთმანეთს ვერ იტანენ. ოჯახში ყველა მორწმუნე არ არის კაცო, ბრძოლებთან დარბიან. ელემენტარულში ვერ უგებენ ვერავინ ერთმანეთს, ხო?